ძლიერი საქართველო ლელო მუდამ იყო არის და იქნება ანაკლის პროექტის მთავარი ხარდამჭერი ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი ანაკლი არის კავკასიის კარიბჭე ანაკლის პროექტი და ქალაქი ანაკლის მშენებლობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ანაკლი აშენდება მიუხედავად იმისა რომ 2020 წელს უნდა მიიღო ანაკლიას პირველი გემი მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლობამ დასავლელი ინვესტორები როგორიც იყო კონტეჯ გუფი SSA მარინი რომ ასევე ცერბერუსი რომელიც უნდა შემოსულიყო ისინი გააქცია მათი ქონების და ინვესტიციების ექსპროპრიაციაც მოახდინა მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს უკვე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უფრო მეტად იძენს ანაკლის პროექტი ჩვენ ვხედავთ რომ განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში განსაკუთრებით იმ კონფლიქტების რომელიც არსებობს რეგიონში განსაკუთრებით ირანის კრიზისის შემდეგ და მას შემდეგ როდესაც ახალი ამერიკის შეერთებული შტატებში ახალი ადმინისტრაციის პირობებში დაანონსდა ტრამპის გზა და ტრამპის მარშრუტი და ეს შესაძლებლობა ქვეყნისათვის, რადგანაც სომხეთი აზერბაიჯანის მიმართულებით ამ შეთანხმებებმა გამოიწვია ის, რომ ახალი სატრანზიტო ფუნქციები გაიხსნა და აუცილებელია, რომ ამ ტრამპის გზამ არა უაროს გვერდის საქართველოს იყოს მაქსიმალურად ჩართული და სწორედ ეს ანაკლის პროექტი და ქალაქი ანაკლის მშენებლობა უნდა გახდეს კარიბჭე ტრამპის გზისთვის. ხო, ნუ გასაგებია, მაგრამ ეს რა შეცვლის რეალურად ახლა თქვენი გადმოსახედიდან, ანუ ეს იდეა რას მოუტანს ქვეყანას, ან რატო წარმოგიდგენიათ, რომ ამან შეიძლება რამე ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს, თუ სახელს თუ დაარქმევ მაგალითად ამერიკელები დაინტერესდებიან თუ რა მოხდება ამერიკელები სადაც დაინტერესებულები არიან ანაკლის პროექტით ახლა შეიძლება თქვენ ქართული ოცნების ნარატივი ამოდმევათ რომ თითქოს დასავლელი პარტნიორები არ ინტერესდებიან თურმე ანაკლის პროექტით მაგრამ თქვენ იცით და ნანახი აქვს ყველას რომ წინა ადმინისტრაციის პირობებშიც მაიკ პომპეოს განცხადებები 2019 წელს როდესაც პრემიერი ბახტაძე იყო ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც თვითონ მაიკ პომპეო იყო ჩამოსული 2020 წელს საქართველოში, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ანაკლის პროექტს და განსაკუთრებით დასავლური ინვესტიციების მიმართულებით, რომ უცხო ქვეყნების მავნე გავლენები არ ყოფილიყო. ამ ადმინისტრაციის პირობებში თქვენ ნახეთ ხომ, რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და ისინი ჩავიდნენ ანაკლიაში. ანუ ეს ინტერესი არ განელებულა და ცხადი არ განელდება, უფრო და უფრო მეტად იმატებს ინტერესი შავი ზღვის მიმართულებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით და სწორედ ანაკლია გახლავთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. ეს არის ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს დასავლური ინვესტიციებით და აუცილებელი არის, რომ ეს პროექტი და ამ პროექტში ყველა ხელშეკრულება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, რომ ესევე ფეიქ კამპანიების ნაწილი არ გახდეს ანაკლის პროექტის მშენებლობაც, როგორც სხვა რაღაც დაანონსებული პროექტები და არ დაგავიწყდეთ ის ფაქტორიც, რომ ანაკლის პროექტი და ზოგადად ანაკლია საქართველოს კონსტიტუციაშიც კი არის ჩადებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მოიტანს ქვეყანაში რეალურ მშვიდობას უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მიმართულებით და ეს არის რეალურად დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიც, რადგანაც რამდენიმე კილომეტრში არის აფხაზეთი და ჩვენ გახსოვთ, როდესაც ლელო ძლიერი საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება იყო ანაკლიაში, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იყო გადმოსული აფხაზეთიდან და ისინი როგორ ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ძლიერი ეკონომიკის და ძლიერი საქართველოს საწინდარი, რა თქმა უნდა იყოს ისეთი მნიშვნელობის პროექტი, როგორიც არის ანაკლის პორტი და ქალაქი ანაკლია. ხარა, გასაგებია რომ ეს მნიშვნელოვანი ამაზე ყველა თანხდება, ხო? ხელისუფლებაც არ უარყოფს ამას, რომ მნიშვნელოვანი. უბრალოდ უშალო პაპუაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკელები არ დაინტერესდნენ ამ. როგორ არ დაინტერესდნენ, როდესაც ამერიკელი ინვესტორები ვერ დავაინტერესებთ და ეცით რა არის, ვერც ხაზარაზე დაინტერესდნენ. აგერ ჩამოგითვალეთ, რომ ჩამოსულები იყვნენ და შეტანილი ქონდათ ინვესტიცია, კონტეჯ გუფს ასევე იყო SSA მარინი, ცერბურუსთან იყო მოლაპარაკებები. ამის შემდეგ პომპეო გამოვიდა, ამის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის პირობებში
თანამდებობებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ თავარი იცით რა არის, როდესაც ინვესტორები გაყარეს საქართველოდან, ამის შემდეგ უკვე საუბარი ახალი ინვესტიციების შემოსვლაზე არის ცოტა რთული და რთულს რა გულისხმობ? აი მაგალითად გუშინ ჩამოსული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი და რეალურად ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღები ხო ყოველთვის ვიცოდით და დღესაც ვიცით არის ბიზინა ივანიშვილი. ხო პრემიერები იცვლებიან, არა მხოლოდ იცვლებიან პრემიერები და უმაღლესი თანამდებობის პოლიტიკური პირები ციხეებში ხვდებიან და გარანტია აუცილებელია, რომ ინვესტორებს ქონდეს გარანტია ინვესტორებისათვის რა არის? ხომ სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი სასამართლო, სამართლიანი კანონები, ინვესტიციების დაცულობა, დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე, კონტრაქტების ტრანსპარენტულობა და აი როდესაც ეს ნაწილები არის უგულებელყოფილი და როდესაც ამერიკული ინტერესები და დასავლური ინვესტორები გაყრილები არიან ქვეყნიდან, აი ამის შემდეგ რთულია მათთვის ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან საუბარი, თუმცა ის რომ ისინი არიან ქართულ ხალხთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მათთვის თავად პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად შავი ზღვის რეგიონი და შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამას არავინ არ დაუობს და მათი ვიზიტის პრიორიტეტიც მოწმობს, რომ ჩამოვიდნენ, ეს ბოლო პერიოდში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი, ჩამოვიდნენ და წავიდნენ ანაკლიაში. ხო, ჩამოვიდნენ, წავიდნენ ანაკლიაში, მაგრამ რა როგორ იქნება, არ ვიცი, ერთ კვირაში კი ჩამოდისო დელეგაცია გვითხრეს, ხო, რაღაც უფრო პოლიტიკური მიზნებით როგორც ხდება, მაგრამ ამ ყველაფერს ხელისუფლებას ცდილობს გამოიყენოს ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად, ხო, სტრატეგიული მდებარეობა ჩვენ ჩინეთის შემოყვანა იგეგმებოდა ანაკლის პროექტში, როგორც ნახეთ ჩვენ ჩინური კომპანიის, მაგრამ ეს პროცესი გაჩერდა, როგორც ხდება. თუ გაქვთ ინფორმაცია რატო გაჩერდა, ერთი ეს და მეორე რამდენად შეიძლება ამ თემით, თქვა, ხელისუფლება მოახერხოს ამერიკასთან ვაჭრობა და რაღაც პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვა. ასეთ ფეიქ პროცესები და ფეიქ სიტუაციები ჩინეთისთვისაც კი მიუღებელი არის და რაც შეეხება გადატვირთვებს და ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას, როგორც ამას ქართული ოცნების სპიკერები ამბობენ მუდმივად, შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, თუ არ გადაიდგა რეალური ნაბიჯები. რეალური ნაბიჯების გადადგმის საშუალება აქვს მხოლოდ ქართულ ოცნებას, რადგანაც ბურთი არის მათ მოედანზე. თუ მათ არ შეასრულეს ის პირობები, რაც არის აუცილებელი დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღისათვის, რაც არის აუცილებელი დეპოლარიზაციის მიმართულებით, რაც არის თავისუფალი სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არადემოკრატიული, გაუმჭვირვალე, ანტიკონსტიტუციური, რეპრესიული კანონების გაუქმება, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი პარტიების გაუქმების შესახებ საჩივრების გამოტანა და ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრი რამ არის შესასრულებელი, მაგრამ პოლიტიკური ნება მათი მხრიდან გამოსავლელი იმისათვის, რომ გადადგან ეს ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, ისე ამერიკის შეერთებული შტატები სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობას, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან არ დაიწყებს და ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან. ხო, ნუ მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ხედავთ რეგიონში რაც ხდება, ხო? ირანში ახლა ომია, ვითარება ძალიან მწვავე არის და ამ მიმართულებით შეიძლება გახდეს, ხო, საქართველოს მის მდებარეობა ხელსაყრელი ამერიკისთვის. და აქ შეიძლება კონდეს ოცნებას რა შანსი, არ მეთანხმებით. თქვენ გულისხმობთ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე სიტუაციურ პარტნიორობას. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტრატეგიული მიზნები და სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც გაწერილი არის ათწლეულობით და ისინი იმ ამოცანებს, რაც არის ქართული ხალხის მხარდაჭერა, საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახურში ყოფნა, იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, როგორც დიპლომატიური მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, ამას არავითარ შემთხვევაში არ ანაცვალებენ რაღაც კონკრეტულ მოკლებადიან პერსპექტივებს. მათთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული პროცესები, აუცილებელია მათთვის, რომ და მუდმივად აქვთ გაცხადებული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ამ ქვეყანაში არის მუდმივი რყევები, ამ ქვეყანაში ისინი იმასაც კი ვერ ხედავენ, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრები და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს რაღაც სტაბილურობა ქონდეთ და ციკლურობა მაინც იყოს რაღაც პერიოდში, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეების, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრების და სხვა თავმჯდომარეობის პირების, ამიტომაც მათთვის გადამწყვეტი არის
გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს ნაბიჯები იციან, რაც არის გადასადგმელი, ამიტომაც თუ გადადგამენ ამ ნაბიჯებს, ამ შემთხვევაში დაიწყება ისევ სტრატეგიული პარტნიორობის ხელახლა ათვლა. და თუ არ გადადგამენ, რა თქმა უნდა, ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან არ დაიწყება თანამშრომლობა. და ტრამპის სახელს თუ დაარქმევენ პორტს, მე რა ხდება? იცით რა არის ტრამპის სახელი, რო ვთქვათ, ტრამპის გზაქვია იმ პროექტს, რაც არის მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი და ეს შანსი გაჩნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ. შეუძლებელია და არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ამ მოლაპარაკებებმა და ამ გზამ აუაროს საქართველოს. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და არა მხოლოდ ჩართული უნდა იყოს. სწორედ ანაკლია უნდა გახდეს კარიბჭე ტრამპის გზისთვის. და როდესაც საუბარია ტრამპის გზაზე, ტრამპის სახელობის ამის ინიციატივითაა და ცხადია ხო, ანაკლია როგორც კარიბჭე აზერბაიჯანის კონფლიქტის, ხო, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საინტერესო საკითხი და გადაწყვეტა, მაგრამ ის გზა ხა აქეთამდე წამოვარდა, ის გზა შეიძლება უფრო თურქეთისკენ წავიდეს სამოჯამში, ვიდრე ჩვენსკენ წამოვარდა. საქართველოს ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება წესით უნდა ეცადოს ყველანაირად, რომ სატრანზიტო ფუნქციებში ყოველთვის იყოს, მაგრამ მით უმეტეს ისეთი პოტენციალით, როგორიც აქვს ანაკლიის პორტ და ქალაქ ანაკლიას. ხო, ну კი ბატონო, ნახოთ, არ ვიცი ხა ხელისუფლება მას როგორ გამოხმარა, მე ეჭვმაქვს რომ იუმორის საგანი გახდება, არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ მე რაღაც ვნახე Facebook-ზე რაღაც ვნახე კომენტარები, აქეთ ხარესაც ასე ვთქვათ, იუმორით შეხედეს თქვენს ამ ინიციატივას, ზოგმას რაღაცა კოლონიალური აზროვნებაც კი უწოდა ამას, რომ რაღაცა დავარქვათ ტრამპის სახელი და ასე შემდეგ. მოდით პირველ რიგში სანამ იუმორისტულ გამოხმაურებებს გადავხედავთ, პირველ რიგში ვნახოთ ამ გამოხმაურებების ავტორების მიერ გამოთქმული თავისი ხედვები და თავისი გაწერილი გეგმები და შემოგთავაზონ უკეთესი გეგმები და განვიხილავთ. და თვითონ ახლა ლეალო ძლიერი საქართველო არც ერთი მიმართულებით სხვების გეგმების ანალიზებით არ არის დაკავებული. ჩვენი სათქმელი გვაქვს ხალხისათვის და ყოველთვის გამოვდივართ ჩვენი სათქმელით და ჩვენი გეგმებით და ჩვენი სტრატეგიული ხედვებით. ანუ კი ბატონო, და ეს ხედვები რას ითვალისწინებს ზოგადად ბოლოს შესმინდა პოლიტიკური მიმართულებით, როგორ ფიქრობთ? ანუ საუბარი არის ამ ირაკლი კუპრაძის განცხადებაში, აი ჩვენ გვაქვს რაღაცა ხედვა, თქვათ, როგორ გავაკეთოთ ანაკლია, გავაკეთოთ რაღაც ეკონომიკური პროექტები და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ამისთვის საჭიროა ხო არჩევნების მოგება ან რა ვიცი ხელისუფლების დამარცხება და ხელისუფლებაში მოსვლა და ამ ხრივ რა გეგმები გაქვთ პირველ რიგში? თუ მარტო რაღაც იდეების შეთავაზება. იდეები რა თქმა უნდა მუდმივად გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ხედვები, რაც გაწერილი არის პროგრამებში და ყოველთვის ვახდენთ ამ პროგრამების მიწოდებას მოსახლეობისათვის. მაგრამ როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ცხადია ხელგეწიფება უკვე იმ პროექტების შესრულება, რა პროექტებიც არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე სანამ ხარ ოპოზიციაში, ცხადია შენი გეგმები უნდა წარადგინო და ის გეგმები რას გააკეთებდი, შენ ხელისუფლებაში იყო. ხელისუფლებაში არ მყოფი ჯაფარიძე და ხაზარაძე აკეთებდნენ იმას, რომ ქმნიდნენ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს, ქმნიდნენ ინსტიტუციებს, ფინანსურ გარანტიებს, ამ ქვეყანაში ქმნიდნენ ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობისა, რომლებიც ახორციელებენ მთავარ შენატანებს საქართველოს ბიუჯეტში. მათ რა თქმა უნდა იმუშავეს ენაკლიის მიმართულებითაც. მათ შეძლეს ის, რომ კონტე ჯგუფი SSM-ი დაინტერესებინათ. მათ ჰქონდათ დაინტერესება ასევე ცერბერუსის მიმართულებით და სამწუხაროა და ქართულმა ოცნებამ გაყარა ეს ხალხი, რომ დაცლოდათ, რა თქმა უნდა, ეს პროექტი იქნებოდა ბოლოში მიყვანილი და რა თქმა უნდა 2020 წელს იქნებოდა პირველი გემის ინვესტიციები არ იყო ამერიკული კომპანიის მხრიდან რეალური ინტერესი არ გამოიწვია იმ კომპანიის მხრიდან, რომელსაც ფული შეეძლოთ იქ ჩაედოთ საბოლოოში და ითხოვდა რაღაც გარანტიებს სახელმწიფოდან და ასე შემდეგ. თქვენ ახლა საუბრობთ ქართული ოცნების ნარატივით და არსებობენ ადამიანები, არსებობენ ინვესტორები, რომლებსაც ჩადებული აქვთ თანხები და ამ ინვესტიციების პირდაპირ ექსპროპრიაცია მოახდინეს და გააძევეს ეს ადამიანები და რა თქმა უნდა გავა პერიოდი, ყველაფერი დაალაგდება და ყველა იტყვის თავის სათქმელს, რაც მოხდა რეალურად ანაკლიის პორტის მიმართულებით. ეს იყო ყელში გაჩხერილი პროექტი ბევრ ქვეყნის მიმართულებითაც და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საჭირო არის რომ გაიმარჯვოს საქართველოს ეროვნულმა ინტერესმა და ეროვნული ინტერესი არის აუცილებლად ამ პროექტის განხორციელება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება როგორც ანაკლიის პორტის მიმართულებით ასევე ქალაქი ანაკლიის მშენებლობით.